რატომღაც მომინდა ესეთი გაშლა გამეკეთებინა. მე მგონი ესეთი გაშლა არ ჩამწერი არასდროს. ეხლა პირველად ვაკეთე. ანუ რა უნდა სამყაროს რო გითხრათ თქვენ ეხლა? რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის? მათთვის იქნება ვიდეო, ვისაც შეგხვდებათ. ჩემს გამომწერებს, არა გამომწერებს, არ აქვს მნიშვნელობა ვის. მოდი ვნახოთ სამყაროს რა მესიჯი აქვს თქვენთვის. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის და რჩევა სამყაროსგან. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ახლა ვიკეთოთ. ნახეთ. მე-12 ჩამოკიდებული არკანი. მაგრამ აი როგორი მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, იცით? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვალ სიტუაციაში ხართ, თუ თქვენ გამოსავალს ვერ ხედავთ, აუცილებლად იქნება გამოსავალი. აუცილებლად ღმერთი, სამყარო, მაღალი ძალები დაგეხმარებიან. სამყაროს ესეთი მესიჯი აქვს თქვენთვის, რომ მიინდე სამყაროს. აუცილებლად გამოგიყვანს იმ სიტუაციიდან, რაშიც თქვენ გრძნობთ თავს, რომ გაურკვეველი სიტუაცია, ჩამოკიდებული სიტუაცია და არ შეგიძლიათ მოქმედება. თუ თქვენ ასეთ სიტუაციაში ხართ, რა თქმა უნდა, კიდე რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. სამყაროს ესეთი მესიჯი აქვს თქვენთვის, რომ ძლიერი ადამიანი იყავით, როგორ ძლიერი ადამიანი იყავით, საკუთარი თავის ფასი იცოდეთ, საკუთარი სიძლიერის ფასი იცოდეთ, არ იყოთ უსამართლო, იყავით სამართლიანი, არ იყოთ ცივი ადამიანი, იყავით მობიერი ადამიანი. ანუ როგორი მესიჯი აქვს კიდე იცით, აი თითქოს იმპერატორი, აი რაღაცნაირად დააფასეთ თქვენი სიძლიერე, დააფასეთ ეს სამყარო, სადაც თქვენ ცხოვრობთ, დააფასეთ თქვენი ცხოვრება, დააფასეთ ყველაფერი, რაც გააქვთ. მიენდეთ სამყაროს, სამყაროში ყველაფერი ლამაზი და მშვენიერია. ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი და ყველაფერი არის ხელმისაწვდომი შენთვის, რა თქმა უნდა, თუ შენ ეს გინდა. კიდე რა მესიჯი აქვს სამყაროს? სამყაროს აქვს ესეთი მესიჯი თქვენთვის, რომ თქვენ ხართ ჭკვიანი ადამიანი, თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი. თუ ქალბატონები უყურებთ, აი თქვენ პირდაპირ ხართ ქურუმი ქალის. არკანი ამოვიდა, ანუ როგორი რაღაც როგორ თქვა, იცი? დააფასე სამყაროს იდუმალება, დააფასე თქვენი ცოდნა, თქვენ გაქვს ინტუიცია, რომ სწორად მიიღოთ გადაწყვეტილება და სწორად მოიქცეთ. მოусმინეთ თქვენს გულს, მოусმინეთ თქვენს სურს, თქვენს სხეულს, აი თქვენ რა გინდათ, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თქვენ რას გააკეთებდით, თქვენ რა გაგეხარდებოდათ. მიენდეთ სამყაროს, მიენდეთ თქვენს ინტუიციას და აი რაღაცნაირად აი თითქოს როგორ თქვა, იცი? არ მოიტყუოთ, არ დამალოთ არაფერი, აი თითქოს რაღაც აი სამყარო მაინც ხედავს, ხომ? აი ნუ დაუმალოთ სამყაროს ნუ რაფერს რა, იყავით გულწრფელები, იყავით გულგახსნილები. და რჩევა სამყაროსგან. რჩევა სამყაროსგან. ნუ ნერვიულობთ, ნურც ფინანსურ შემოსავალზე, ნურც მატერიალურ კეთილდღეობაზე, ნურც იმ პრობლემებზე, რაც გაქვთ. ნუ ჩავარდებით ესეთ სიტუაციაში, აუცილებლად ნახავთ გამოსავალს და აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ანუ აქ ნახე როგორი პენტაკლების ხუთიანია. ჩვენ ვკითხეთ სამყაროსგან რჩევა. ესეთი რჩევა აქვს სამყაროს, რომ ნუ ნერვიულობ, ნუ აგდებ საკუთარ თავს ესეთ სიტუაციაში. კიდევ რას გირჩევდათ სამყარო? ანუ სამყარო რას გირჩევდათ, ნახეთ. იყავით ლაღი, თავისუფალი, ბედნიერი ადამიანი. წვრილმანებშიც შეგიძლიათ დაინახოთ ბედნიერება. აი მიიღეთ გულით, რასაც გჩუქნიან, მიიღეთ გულით, რასაც გაძლევენ და ასევე როცა სხვისთვის რამეს აკეთებთ, გაიცით გულით და არ დაგენანოთ.
აი სამყაროსგან არის რჩევა, რომ მიენდეთ სამყაროს და ყველაფერი კარგად იქნება. აი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად იქნება მზიანი დღეები, წარმატება და ბედნიერება, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.